Almevit, ეხლა ნამდვილად ბავშვობაში უნდა გამოგზაუროთ. განსაკუთრებით ჩემს საყვარელ სოხუმელებს მოგესალმებით, ვისაც გახსოვთ ნომერ მე-5 გაჩერებასთან, რომ ჩებურეკები იყიდებოდა. აი ზუსტად ისეთი რეცეპტი სანამ არ მოვამზადე, ისეთი ჩინიანი ვარ, ვერ მოვისმენე. შეხედეთ, ხო იცით თვალი რო ჭამს და თვალი რო სვამს, ვისაც აი ესეთი ჩებურეკები, ასეთი ხრაშუნა, აი ყველას რო აი ესეთი ბურთუკები აქ ამობურცული, აი ვისაც ესეთი ხრაშუნა და გემრიელი ჩებურეკები გინდათ. ხათოსგან ვიდეოს უყურეთ ბოლომდე. ნახეთ როგორია. მოგზაურობა ბავშვობაში და სოხუმში. ჩებურეკების რეცეპტი ხათოსგან. მოგესალმებით, ჩემოსაყვარელო გამომწერებო, ეხლა მინდა გამოგზაუროთ ბავშვობაში. განსაკუთრებით ვინც სოხუმში ხშირად დადიოდი და სოხუმელებს იქ სანაპიროზე რო იყიდებოდა ხრაშუნა ბუშტუკებიანი ჩებურეკები, აი ზუსტად ისეთი რეცეპტი მინდა შემოგსავაზოთ. ამისთვის დაგჭირდება 500 გრამი გაცრილი ფქვილი, ქაფქაფა ადუღებული წყალი, 1 ჩაის კოვზი, მარილი, 2 სუფრის კოვზი ზეთი, 1, 2 თვალის ზომით გავუკეთებ და არაყი 100 გრამი. მორჩა ეხლა უნდა მოვზილოთ, ჯერ ჯოხით, იმიტომ რომ ცხელია და ეხლა ჩემი ხელებით და გაჩვენებთ რა გამოვა და როგორი გამოვა, ყველაფერს გაჩვენებთ. კარგად უნდა მოვზილოთ 15 წუთი და მივიღებთ აი ასეთ ელასტიურ ცომს. ნახეთ როგორია, პლასტელინივით ცომი უნდა მივიღოთ და ეხლა შევფუთავ და ამას დავასვენებ 15 წუთის განმავლობაში. არაყი იმიტომ გვინდა რომ ბუშტუკები წარმოიშვას, ხოლო ზეთიმიტო დავუმატე რომ ცომი იყოს აი ესეთი ელასტიური. ნახეთ და სამუშაოდ ძალიან კარგი. ეხლა ამას შევფუთავ და დაგებრუნდებით. გავიდა 15 წუთი, ეხლა მოვხსნი ცელოფანს და დავჭრი ნაჭრებად და მზად მაქვს უკვე ყველის შიგთავსი, ცოტა ხორცისასაც გავაკეთებ და ყველისასაც და გაჩვენებთ. 1 პორციიდან გამოგივათ 12 ჩებურეკი, უკვე მზად მაქვს ყველაფერი, კუკმარას ტაფაც მზად მაქვს. ეხლა გავახურებ, ჩავასხავ ზეთს და გაჩვენებთ როგორი ბუშტუკებიანი ჩებურეკები გამოგვივა. ძალიან გაცხელებული და წავიდა 1 ცალი და ხრიც დასწავლით როგორ უნდა გამოუვიდეს. ბუშტუკები არსად არ მეჩქარება. აი ესე უნდა ვასხათ სანამ შევარდი სფერდება, არ გვეჩქარება 2 და 3 არ გვინდა რომ წავდოთ და აი ესე წარმოიქმნება ლამაზი ბუშტუკები. გაჩვენებთ როგორი გამოვა. გადახდელში ვანახეთ ცომი როგორი ბერება. ნახეთ, აი ესე ვასხავ. ნახეთ რა მოუვა. ნახეთ ბუშტები როგორ წარმოიქმნება. აი ეს არის მთელი საიდუმლოება.